სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეობა ასუხებს ახლა ჩვენს კითხვებს, მოგესალმებით ბატონ შალვა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. რამდენიმე თემა დავასახელე, მაგრამ მოდით მაინც არჩევნებით დავიწყოთ, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე წუთის წინ დაიხურა საარჩევნო უბნები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაკეთებული ბოლო ბრიფინგით ასეთ შეფასება ვიცით, რომ 7 ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა, არ იყო განსაკუთრებული ექსცესები. რას უნდა უკავშირდებოდეს ეს იმას, რომ შუალედური არჩევნები და შეიძლება ნაკლები დაინტერესება და აქტივობა იყოს მოქალაქეების მხრიდან, თუ რამე შეიცვალა? სინამდვილეში ჩვენ თუ დავფიქრდებით სერიოზულად არჩევნების ჩატარების პროცესთან დაკავშირებით, არც წინა არჩევნებზე მაინც არ ყოფილა ბევრი ექსცესები, რეალურად ფაქტების რაოდენობას თუ დავთვლით. ერთ-ერთი რაც იცვლება ხოლმე, მედია დაფარვა, რაც უფრო მეტი უბანი არის, მით უფრო მეტად არის შესაძლებლები აჟიტირება და ასე ვთქვათ პროვოკაციები მათ შორის. დღესაც ნახეთ იყო მცდელობა ბათუმში, რომ აბსოლუტურად გამოგონილი თემებით შეექმნა სკანდალი, თითქოს ბიულეტენებზე იყო რაღაც მონიშნები გაკეთებული, რაც იყო ტყუილი, თითქოს ის რომ თორნიკე რიჟოძის განცხადება ის იყო დარღვევა საარჩევნო კანონმდებლობის, ესეც იყო ტყუილი, ანუ რაღაც თემები, რომლითაც ცდილობენ პანიკის აწევას და რა თქმა უნდა, როდესაც არის საყოველთაო არჩევნები გულისხმობ ბევრ ოლქში და მთელ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მაშინ სურათი უფრო შეიძლება დრამატულად იქნას წარმოჩენილი, ანუ უფრო ბევრი შესაძლებლობა არის ასეთ სურათის შექმნას. ეხლა უბრალოდ ფიზიკურადაც, გეოგრაფიულად ცოტა არის ეს შესაძლებლობა. თუმცა ისევე როგორც წინა არჩევნებში, ანუ დღევანდელი არჩევნები ზუსტად ისეთივე ვითარებაში იყო მეტნაკლებად, როგორც წინა არჩევნები, ნაკლები შესაძლებლობა იყო პროვოკაციის. თუმცა თქვენ ალბათ ოპოზიციის განცხადებებსაც იცნობთ, განსაკუთრებით ბათუმში კეთდებოდა ესეთი განცხადებები, იმიტომ რომ რუსთავში ნაციონალურ მოძრაობა არ იღებს მონაწილეობას და არ არის წარმოდგენილი კანდიდატი, რომ არასამართლიან და არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს არჩევნები, ამას წინ უძღოდა სიებთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც 1000-ზე მეტ ამორჩევლს გულისხმობს. ამ ოლქში ასევე იყო საუბარი კოორდინატორებზე, რომლებიც კვლავ გამოჩნდნენ უბნებთან, მოქალაქეების ჯგუფს, შეიძლება ეს კონკრეტული კანონდარღვევა არ არის, მაგრამ თქვენი ოპონენტების განცხადებით ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე. აი რას უპასუხებთ მაშინ ამ პრობლემებს? ისაც კანონდარღვევა არ არის კანონდარღვევა და დაშვებული არის შესაბამისად. ჩვენ გახსოვთ რომ ქონდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, მეც გახდით ამაში აქტიურად ჩართული და ჩვენ მაშინ გავიარეთ ყველა საკითხი, რაც მნიშვნელოვანი არის სწორედ იმიტომ იმ კუთხით, რომ მოახდენს თუ არა გავლენას არჩევნებს და რაც ის საკითხები, რომელიც ფიქრობთ, რომ შეეძლო მოეხდინა გავლენა, ის საკითხები მოაწესრიგეთ და აღვძალეთ, ის რაც ვერ მოახდენს გავლენას, ანუ უბრალოდ გავლენას ყველაფერი ახდენს, გავლენას ახდენს მთელი წინასაარჩევნო კამპანია, ხო? გავლენა გასაგებია. საქმე იმაშია, რომ ეს არ უნდა იყოს უკანონო გავლენა და არალეგიტიმური გავლენა, ხო? ამაზეა საუბარი და შესაბამისად, ის რაც არის აკრძალული კანონით, აი იმის გაკეთება არ შეიძლება და ის არის უკანონო გავლენის მოხდენა, ხოლო ყველაფერი რაც არის აკრძალული კანონით არის დაშვებული, მათ შორის დღესაც ნახე სიუჟეტები და ეს წინა არჩევნებზე სწორედ ამით ცდილობდნენ ხოლმე როგორც წესი, ასე ვთქვათ, დრამატული სურათის შექმნა 100 მეტრიანი პერიმეტრის იქით, რამდენად აქტიურობს თუ არა ესა თუ ის პარტია. 100 მეტრის პერიმეტრი სწორედ იმიტომაც არის დაწესებული, რომ იმის შიგნით არის გარკვეული აქტივობები აკრძალული, მათ შორის ვთქვათ, შეკრება ან აღრიცხვა ან ასე შემდეგ 100 მეტრის იქით ჩვეულებრივად მიმდინარეობს ცხოვრება ამ ქვეყანაში. ახლა ქვეყანა არჩევნების დღეს ვერ დაემსგავსება უბნის გარშემო პერიმეტრს, სადაც არ შეიძლება არც საკუთარი სიმპათიების გამოთქმა რომელიმე პარტიის მიმართ, ან სხვა რაღაც მოქმედებები. მოკლედ, თავარი არის კანონი, არჩევნები ეს არის პროცედურა, კანონის მიერ დადგენილი, ამ პროცედურების და ამ კანონის ჩარჩოში უნდა იყოს ყველაფერი. რაც არ არის აკრძალული, შესაბამისად არის დაშვებული. მანკიერი პრაქტიკა იყო ჩვენ ამაზე წლების განმავლობაში გვესმოდა განცხადებებს, ხოთი შორის წინა ხელისუფლების დროსაც. რა, მანკიერი პრაქტიკა რა არის? აგიტაცია, მთელი წინასაარჩევნო კამპანია ხო ამაზე არის აწყობილი, რომ მოიმხრო ამომრჩევლები, დაარწმუნო ისინი, რომ მათ უნდა მოგცენ ხმა. ეს არის სწორედ რაზეც არის აგებული მთელი საარჩევნო კამპანიის აგიტაციის პრინციპები. ბათუმში და გადაწყდეს ამ არჩევნების შედეგად მყარი უმრავლესობის ქონა მმართველი პარტიისთვის, თუ ის მიაღწევს წარმატებას ამ მიმართულებით. აი მყარი უმრავლესობა ამ შემთხვევაში ყველა რეგიონში, საკრებულოში ეს მმართველი პარტიისთვის ალბათ კარგია, მაგრამ რამდენად სასარგებლოა ეს დემოკრატიისთვის, ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია სხვადასხვა ეთერებში, სხვადასხვა დროს. როდის შეიძლება დადგეს მაგალითად ისეთი მომენტი ქართულ პოლიტიკაში, რომ მყარი უმრავლესობა ამ კონკრეტულ მაგალითად თვითმმართველ ერთეულებში არ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელოვანი თუნდაც მმართველი პარტიისთვის?
ჩვენ უნდა შევხედოთ ასე, რა არის მთავარი ხალხისთვის. ხო, ხალხისთვის მთავარი არის, რომ მისი ამ შემთხვევაში კომუნალური საკითხები თუ სხვა საკითხები, რომელიც ადგილზე აინტერესებს, გადაწყდეს დროულად და ეფექტიანად. შესაბამისად, უნდა იყოს სისტემა, რომელიც სწორედ ამას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი, რაც დღეს არის და განსაკუთრებით რაც შეეხება პოლარიზაციის ნაწილს, არ იძლევა იმის საშუალებას, ვხედავთ ჩვენ პარლამენტშიც არის ცდილობები, თუმცა სამწუხაროდ შეუძლებელი არის, როდესაც პოლიტიკური ძალა, როგორც არის ნაციონალური მოძრაობა, მის პირველ ამოცანას, რასაც ისინი ამბობენ ღიად, ხომ ისინი ხომ არ ამბობენ, რომ ისინი მოდიან ბათუმში თუ სხვა ადგილობრივ თვითმმართველობაში იმისთვის რომ გადაწყვიტონ მოქალაქეების საჭიროებები. ისინი ხო არ მოდიან პარლამენტში იმისთვის რომ გადაწყვიტონ მოქალაქეების საჭიროებები. მათი მთავარი ამოცანა დღეს და ამ პერიოდში თუნდაც გაცხადებულად წარმოადგენს ქართული ოცნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან. შესაბამისად, ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსაც გახსოვთ თქვენ, უყურებდნენ როგორც რეფერენდუმი, გამოაცხადეს კიდევაც ეს რეფერენდუმად, ხომ? როგორც რეფერენდუმს იმისთვის, რომ აეტრიალებინათ სიტუაცია ქვეყანაში. ამიტომ არის პრობლემა, როდესაც თავად პოლიტიკური ძალა ოპოზიციას გულისხმობს. მათი მიზანი არის არა ის, რომ მოსახლეობის საჭიროებები გადაწყვეტონ, არამედ მათ აქვს პოლიტიკური ამოცანა მოარღვიონ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რთული არის იქ თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა, მაგრამ ჩაკეტილობა არის, რა თქმა უნდა, ყველა მხრიდან. ჩვენ კი ვთქვით, რომ შვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და არც ერთი სერიოზული ინციდენტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეხლა როგორც მეტყობინებენ, გონიოს 91 უბანზე ამ წუთას არის ხმაური. ჩვენ განაგრძობი ჯგუფი მიემართება და ჩვენ ხედავთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს. აკომინაშვილი იმყოფება საარჩევნო უბანთან და ამ კადრებს ახლა ხედავს მაყურებელი და ჩვენ შევეცდებით უახლოეს მომავალში ჩართვა შემოგთავაზოთ და უფრო მეტად გავარკვიოთ რა ხდება კონკრეტულად ამ უბანზე. ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ, არ დასრულდა არჩევნები, ახლა იცით რომ დათვლაც კი არ მინდებს, ეს არის ელექტრონული არჩევნები მიდის ახლა ბათუმში, რაც ნიშნავს, რომ ხმები უკვე დათვლილი არის. იცით რომ ეს აპარატი თვლის ავტომატურად ხმებს, შესაბამისად ის შედეგები ამოიბეჭდება. არც კი ვიცი ხა ხვდებით თუ დაახლოებით ახლა ალბათ იგრძნეს რომ თლათ მათ სასარგებლოდ არ არის არჩევნების შედეგები სავარაუდოდ და აქედან გამომდინარე ცდილობენ ახლა არიან სიტუაცია მაგრამ აღარ ვართ ახლა იმ პერიოდში როდესაც შეიძლება ახლა ვინმეს დააბრალონ ყუთის გატაცება ან ასე შემდეგ ელექტრონულად არის ახლა ბათუმში სულად არჩევნები რაც ნიშნავს რომ ის ხმები ბიულეტენები ელექტრონულად უკვე დათვლილი არის და დიდი ალბათობით უკვე ამოსულიც არის ის შემაჯამებელი ოქმი ესე ვთქვათ ჩეკის სახით ამ აპარატიდან რომელზეც ის შედეგები უკვე დათვლილია ასე რომ მე ვერ ხვდები ახლა თუ ისინი მათ პრეტენზია აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, არ ვიცი, მაშინ ეს უნდა განაცხადოთ. თქვენ გაქვთ ესე ვთქვათ მოლოდინი, მყარი მოლოდინი, რომ თქვენი კანდიდატი ამ ბათუმში გაიმარჯვებს. და ნახოთ ეს არჩევანი. წინა არჩევნები სხვათა შორის ამ რეგიონში ცოტა პრობლემატური იყო, მეორე ტურები იყო საჭირო, გახდა ამისთვის აუცილებელი იყო. ნახოთ, ეს მოქალაქეების გადასაწყვეტი არის და საბოლოო ჯამში მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებას და მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმეორა საპარლამენტო არჩევნების შედეგები და იგივე მხარდაჭერა მოიპოვა. რაც შეეხება ოპტიმიზმის იმედი რატომ აქვს? მაქვს იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ხომ პერიოდი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მოქალაქეები დააკვირდნენ პარტიების ქცევას და გამოიტანეს თავისი ვერდიქტი და ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულ ოცნებამ მიიღო იგივე მხარდაჭერა, სხვა პარტიების ვნახეთ განსაკუთრებით მცირე პარტიების კლება მხარდაჭერების იმის გამო, რომ დასაჯა მათ ამორჩევლა, იმის გამო, რომ მათ ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყვნენ ინდივიდუალურები, გაერთიანდნენ ნაციონალ მოძრაობის გარშემო, მოხვდნენ მის ორბიტაზე და მათმა ამორჩევლა დასაჯა. ახლაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩვენ მქონდა პერიოდი, სადაც ხედავდით სხვადასხვა მოვლენებს, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება ქონდა სხვა პარტიებს, რა დამოკიდებულება ქონდა ქართულ ოცნებას. ეს რა თქმა უნდა ბათუმის შემთხვევაში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რუსთავის შემთხვევაში ეს გახლავთ მაჟორიტარული არჩევნები, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის არჩევნები, სადაც მოქალაქეები დღეს არამხოლოდ აირჩევენ ადამიანებს, მათ წარმომადგენლებს, არამედ დღეს გამოიტანენ ასევე ვერდიქტს იმასთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ ისინი უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებებს, ნაბიჯებს, განცხადებებს იმ თემებზე, რომელიც ამ ბოლო პერიოდში იყო აქტუალური, იქნებოდა ეს უკრაინა, იქნებოდა ეს თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან
დაკავშირებით მთელი ეს ეპოპეა, რაც სტრასბურგის სასამართლომ დღეს გუშინ დაასრულა კიდევაც, აი ამ ყველაფერს შეაფასეს უკვე ჩვენმა მოქალაქეებმა, უბნები დაიხურა და ჩვენ ვნახავთ მათ გადაწყვეტილებებს და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები ისე როგორც სხვა დროს მიიღებენ სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებებს. კარგი, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და განცხადებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან და ასევე შედეგების გამოქვეყნებას, მანამდე სხვა თემებს, რომელზეც თქვენ სხვათა შორის ახლა ისაუბროთ, რაც ჩამოთვალეთ, დავიწყოთ. თქვენ მიმდინარე კვირას ბრიუსელში იმყოფებოდით, საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდით. ჩვენ ახლა მნიშვნელოვანი პროცესს და ეტაპს გავდივართ, რაც გულისხმობს ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში, დაჩქარებული წესით. ერთია ჩვენ როგორ ვაფასებთ ჩვენს მიერ ჩატარებულ რეფორმებს, მაგრამ მეორეა ბრიუსელში როგორ აფასებენ ჩვენს მიერ გავლილ გზას ამ პერიოდში და ჩვენს მიერ გაკეთებულ ჩატარებულ რეფორმებს თორე. კი ბატონო, ეს გახდათ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შემდეგ პირველი ვიზიტი და ამიტომ რა თქმა უნდა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვისაც და ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ასე ვთქვათ, პირველი გაცვლა ქონოდა მოსაზრებების. ორი თემა იყო პრინციპში, რომელსაც ჩვენ ყოველთვის საუბრობდით, ერთი გახდათ განაცხადი და მეორე რა თქმა უნდა უკრაინა და რუსეთის აგრესია უკრაინაში, მათ შორის იცით რომ მე მოვახერხე ნატოშიც მქონოდა შეხვედრა შტაბ-ბინაში, გენერალური მდივნის მოადგილე შეხვდი და მასთან რა თქმა უნდა ქონდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი და მე მინდა აქვე კიდევ ერთხელ გადმოგცეთ მისი სრული მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ის რომ ჩვენ გვერდში უდგავართ სრულად უკრაინას და უკრაინის ხალხს საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური განაცხადების სახით და ჰუმანიტარული დახმარების სახით და ის ასევე სრულად იზიარებს და სრულად ესმის ის ფრთხილი დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ჩაერთოს რამენაირად არ შექმნას რისკი საქართველოს ჩართვისა სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან. ამიტომ ამ კუთხით და იგივე პოზიცია არის აბსოლუტურად ევროკავშირში ჩვენი შეხვედრები, რაც ჰქონდა ჩვენ პარტნიორებთან. და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მათ შორის იმ კუთხით, რომ უკრაინამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ უკრაინას ევროკავშირმა ამ კუთხით აჩვენოს სიგნალი, რომ მისი ბრძოლა სუვერენიტეტისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის დანახული და დაფასებული არის. ასევე რა თქმა უნდა ჩვენ განაცხადს რაც შეეხება აქაც ისე როგორც მოლდოვას შემთხვევაში ჩვენ მქონდა საუბარი და იცით რომ დღეს არის საუბარი რამდენად შეიძლება დაჩქარდეს პროცედურები და ასე შემდეგ. ნახოთ ბევრი რაღაცა თავად ევროკავშირში ჯერ კიდე ჩამოსაყალიბებელი არის მოსაზრებები განსაკუთრებით იმ კუთხით, რამდენად შეიძლება ქვეყნები გადაახტნენ რაღაც პროცედურებს, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ დაჩქარდეს, არამედ რაღაც პროცედურები გამოტოვებული იყოს, რაც უფრო დაბალი შანსი არის ამის. თუმცა ჩვენ რაც ვნახეთ უკვე დღეს ვერასაც ვხედავთ და რაც ჩვენ დაგვიდასტურეს ევროკავშირში, ეს არის რომ უკვე აჩქარებული არის თავად ბიუროკრატიული პროცესი. ის, რასაც მაგალითად ჩვენი განაცხადი უკვე გადაგზავნილი არის დასამუშავებლად და კითხვის შესავსებად, სხვა დროს სჭირდება ამას თვეები, რომ თავად ეს პროცედურა მოხდეს, ასე ვთქვათ, ანუ სხვა დროს რასაც სჭირდება თვეები, ახლა დასჭირდება კვირეები, რასაც სჭირდება წლები, ამას დასჭირდება თვეები. აი ეს ნამდვილად არის, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ თავად ბიუროკრატიული პროცესი, თავად ევროკავშირი მოწადინებულია, რომ სწრაფად დაამუშავოს საკითხები და სწრაფად გადავიდეს, ასე ვთქვათ, შემდეგ ეტაპზე საკითხის განხილვისას. შემდეგი ეტაპი კი გახლავთ ასეთი, რომ ჩვენ ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვამ გავაკეთეთ განაცხადი, ახლა ევროკავშირი მუშაობს ეგრეთ წოდებულ კითხვაზე, რომელიც სხვადასხვა მოცულობის შეიძლება იყოს და ეს კითხვარი გამოიგზავნება შემდეგ საქართველოში, რომ საქართველოს თავად უნდა შეავსოს გარკვეული თვითშეფასება გახლავთ ქვეყნის სხვადასხვა ასპექტით, პოლიტიკური, ეკონომიკური და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ახლა ველით და ჩვენ როგორც გვითხრეს, აი ამას სჭირდება ხოლმე როგორც წესი თვეები და ამ შემთხვევაში უკვე რამდენიმე კვირაში იქნება ეს კითხვა შემოზადებული. ბატონ შალვა, თქვენ თქვით რომ დასავლეთში, ანუ სადაც თქვენ ახლა იმყოფებოდეთ ბრიუსელში უკვე მიიღეთ ინფორმაცია, რომ ბიუროკრატიული თვალსაზრისით გარკვეული პროცედურები დაჩქარებულია და დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და თავად ევროკავშირმა ამოქმედა ეს ხო დაჩქარების წესი. ახლა მეორე მხრიდან ჩვენც უნდა ვიჩქაროთ, ხო ესე ჩვენც გვაქვს ბევრი რამე ასე ჩქარებელი. ჩვენ ვიცით რომ არსებობს რაღაცა კრიტერიუმები რომელიც ამ კითხვის სახით ამ კითხვაზე უნდა გავცეთ მას მაგალითად ერთ-ერთ კრიტერიუმად სახელდება იგივე მართლმსაჯულების საკითხით ჩვენ გვსმენია გარკვეული შენიშვნები დასავლეთის მხრიდან ამ მიმართულებით ანუ ჩვენ რამდენად მზად ვართ ამ აჩქარებული ტემპისთვის ახლა აქ მეორე მხრიდან შევხედოთ ამ ყველაფერს
მზაობას რაც შეეხება ყველაფერი რა თქმა უნდა შედარებითია მათ შორის და ჩვენ სხვათაშორის არსებობს ასევე თავად ევროკავშირში სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები, რომელიც ჩვენც ასევე გაგვაცნეს და არის შედარება, იცით რომ დღესდღეობით არის ბალკანის ქვეყნები, რომლებიც გახლავენ კანდიდატები, ასოცირების ტრიო, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, რომელიც ახლა გავაკეთეთ განაცხადი და არის გარკვეული შედარებები სხვადასხვა სახით, მზაობის კუთხით და საქართველო ამ კუთხითაც გახლავთ ლიდერი, არა მხოლოდ ტრიოში, არამედ მათ შორის ბალკანის ქვეყნებს შორის გახლავთ ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლებში სხვადასხვა მიმართულებით. ზოგადად ევროკავშირის ასე ვთქვათ შეფასება ბევრ ასპექტს მოიცავს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს და კონკრეტულ რეფორმებს ახსენეთ თქვენ მართლმსაჯულების რეფორმა, ამასთან დაკავშირებით იცით რომ ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ პროცესი, სამუშაო ჯგუფი არის შექმნილი, ჩვენ მქონდა მე პირადად ჯგუფის წევრებთან, რომელიც ყველა პარტია არის იქ წარმოდგენილი, მქონდა შეხვედრა თებერვალში, ჩვენ შევცახდით რომ ყველა პარტია მოამზადებდა საკუთარ ხედვას, შეფასებას თუ რა გაკეთდა აქამდე და რა არის გასაკეთებელი და ორშაბათს დაგეგმილი გვაქვს შემდეგი შეხვედრა იმისთვის რომ პარტიებმა წარმოადგინოს საკუთარი ხედვები. აქ ერთი რამე არის მნიშვნელოვანი და ამაზე ჩვენ მქონდა საუბარი ევროკავშირში სხვადასხვა შეხვედრების დროს და ამ კუთხითაც არის სრული თანხმობა ჩვენი მოსაზრებების რომ ერთი რამე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა 4 ტალღა რეფორმების. შეუძლებელია ახლა რომ ეს ყოველ ჯერზე იყოს ასე ვთქვათ რაღაც აქციონიზმის დონის რეფორმები, როდესაც სხვადასხვა აღქმების თუ წარმოდგენების საფუძველზე ხდება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება თუ შიშების საფუძველზე. პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ამ 4 ტალღის შედეგად სად ვიმყოფებით დღეს. ის რაც ისმის ხოლმე შენიშვნები, ამ შენიშვნებში რა არის არგუმენტირებული და დასაბუთებული და რა არის ჩვეულებრივი აღქმები. და რაც თავად არ გახდა შემაფერხებელი ბერკეტი, ბატონ შალვა, არ მეთანხმებით ჩვენს ევროპულ გზაზე. თავისთავად არაფერი არ უნდა გახდეს შემაფერხებელი ბერკეტი, ამიტომაც მე ვახსენე რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ბევრი მიმართულებით მოწინავე არის ეს ფაქტია. უბრალოდ მე ხა კონკრეტულად რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც არა მხოლოდ ევროკავშირში ხა ამ განაცხადთან არის დაკავშირებული, ზოგადად რახან თემა არის, აქედან გამომდინარე მიდის მუშაობა პარლამენტში, უბრალოდ თავარი პირობა არის ჩვენ ასე ვსაუბრობთ, ორი მთავარი პირობა. ერთი ეს არის რომ ჩვენ უნდა გქონდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ასე ვთქვათ არგუმენტების გაცვლა და ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი აღქმები რომ რაღაცა ვარგა არ ვარგა პოლიტიზირებული არაპოლიტიზირებული ეს რაც ტერმინები გვესმის ეს არ არის საკმარისი რეფორმის ჩვენ უნდა ვთქვათ არგუმენტები რა არის და მეორე გადაწყვეტის გზები არ უნდა იყოს ექსპერიმენტები და რაღაც ახალი მექანიზმების გამოგონება საქართველოში არამედ უნდა ეფუძნებოდეს საუკეთესო პრაქტიკას რაც არსებობს ევროპაში. კარგით, რამდენიმე თემა კიდევ დაგვრჩა და უნდა მოვასწროთ ჩვენი საეთერო დროის განმავლობაში. თქვენ თქვით რომ იმყოფებოდით ბრიუსელში დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეზე საუბრობდით თუ არ ვცდებით, სრული მხარდაჭერა და თანადგომა და იზიარებენ ჩვენს ხელისუფლების ქვეყნის სოლიდარობას და გამოხატულ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ დროს ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, ზელენსკის უკმაყოფილება ამ მიმართულებით. აი ეს როგორ აღიქმება დასავლეთში? უფრო მკაცრი არის უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის მიმართ თუ კი დავაკვირდებით მათ განცხადებებს, იცით რომ მათი ძირითადი მოთხოვნა ხა პრინციპში სანქციებს ხო არ ეხება, ძირითადი მოთხოვნა რასაც ისინი ითხოვენ და აყენებენ, რაც არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ არასაფრენი ზონის მოწყობა უკრაინის თავზე და ასევე სხვადასხვა შეერაღების გადაცემა, რასაც სამწუხაროდ დღემდე ვერ ხერხდება. ამიტომ უფრო მწვავე არის მათი განცხადება ხოლმე დასავლეთის მიმართ. რაც შეეხება საქართველოს ჩვენთან მხოლოდ განცხადება არის, ქმედებაც არის. ხო, ჩვენთან ქმედებაც შეიძლება იყოს. რა გითხათ ხა მე ამასთან დაკავშირებით ვთქვი კიდევაც, ჩვენ ვთქვით რომ ზოგადად უსამართლო არის ჩემი აზრით ეს დამოკიდებულება საქართველოს და ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს ამ პირობებში, როდესაც საქართველოს 20% არის ოკუპირებული, არის სამაგალითო, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ და თუნდაც მოლდოვა დაახლოებით მსგავსი სიტუაცია, იცით მოლდოვაც ასევე არ უერთდება სანქციებს, ხომ? რატო ხდება ეს, ხომ? ჩვენ ვართ ორი ქვეყანა და ჩვენ ვართ აი ამ თლიან პერიოდში, რაც ჩვენ გვესმის სანქციები დახმარება, ყველა სხვა ქვეყანა, ვიზეთ ჩვენ საუბრობთ, ესენი გახლავან ნატოს წევრი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ნატოს უსაფრთხოების ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყანაზე და რომლებსაც აქვთ ევროკავშირის ეკონომიკური დაცვის ქოლგა გადაფარებული საკუთარ ქვეყანაზე. ანუ რამე თუ მოხდება, მათ იცავთ ნატო, რამე თუ მოხდება ფინანსურად, მათ იცავთ და ეხმარება ევროკავშირი. ჩვენ არც ნატო გვიცავს, არც ევროკავშირი, ხო? ამ კუთხით ჩვენ ვართ, არ გვაქვს საერთაშორისო უსაფრთხო
უსაფრთხოების გარანტიები, არ გვაქვს საერთაშორისო ეკონომიკური გარანტიები, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ გამონაკლისი ქვეყნები, მათ შორის თუ შევხედავთ, ხომ, ვართ თანასპონსორები რეზოლუციისა გაეროში, ჩვენ ვართ თანაავტორები განცხადებისა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომელმაც უნდა დაადგინოს ომის დამნაშავეები, კონკრეტული პირები, ვინ ჩაიდინა, ვინ ჩადის ახლა, ვინ ჩაიდინა დანაშაული უკრაინაში სწორედ ამ აგრესიული ომის დროს და ამას ვაკეთებთ ჩვენ ამ პირობებში, როდესაც ბევრი სხვა სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით არის, რა თქმა უნდა, უსამართლო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება არის. ჩვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ გამომდინარე იმიდან, რომ არის ომი და ჩვენ თავარია, რომ თავარი მიზანი ეს მეორე ხარისხოვანი აქვს ელჩის საკითხი და ასე თავარი მიზანი და პირველ ხარისხოვანი მიზანი ეს გახავთ ომის დასრულება და იმ ადამიანის ტრაგედიის დასრულება, რაც უკრაინაში ხდება. ამ შეფასებების და განცხადებების დრო იქნება სხვა დროს. ჯერ ამის დრო, რა თქმა უნდა, ეხლა არის. ამ დროს, ამ ფონზე, ამ კონტექსტში სანქციების თემა მუდმივად განხილვადი საგანია ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული. მე არ ვამბობ მიერთების საკითხზე არა. ბოლო დროს დისკუსიის თემას თუ გადავხედოთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს სანქციები ამ მოცემულ სიტუაციაში. ომის შესაჩერებლად სანქციები არაეფექტურია, ასე რამ მითქვა. შეიძლება ომს არ აჩერებს, მაგრამ ამ სანქციების მიზანი ხო არის გრძელვადიანი, რომ ისე შეაფერხოს და ჩამოშალოს რუსეთის ეკონომიკა, რომ მას აღარ ქონდეს ომის წარმოების რესურსი და შესაძლებლობა, რომ თავს დაესხას სხვა ტერიტორიას და სხვა ქვეყნის მოსახლეობას. ამაზეა ხო აქ საუბარი? ეს რატო არის მაშინ ლოგიკას მოკლებული ან უსაფრთხო? არა, თავარი პირველი რაც შეეხება იმ განცხადებას საკმარისი არის თუ არ არის ამაზეც ნახეთ, რომ მთელი ასე ვთქვათ აჟიოტაჟი იყო ამ განცხადებებზე და სინამდვილეში ყველა თანხდება, რომ სანქციებს არ აქვს ომის ყისიერად შეჩერების ეფექტი. ვერ ექნება ვინაიდან საუბარი გვაქვს ჩვენ რუსეთზე, რომელსაც აქვს გარკვეული რესურსები, გარკვეული თვითკმარი რესურსები, ასე ვთქვათ და ამიტომ ყისიერ ეფექტს ეს სანქციები ვერ ახდენენ. ამას ამბობს ეს სხვათა შორის განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, მაშინ, როდესაც პირველი ტალღა სანქციებისა გამოაცხადა, მან იქვე დასძინა, რომ რა თქმა უნდა, ეს ვერ შეაჩერებს ამ წუთასვე ომს, მაგრამ რუსეთს აზღვევინებს ამ ომის ხარჯებს, ასე ვთქვათ, დიდ ფასს დაუწესებს რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში და ამიტომ დააფიქრებს, რამდენად უღირს მას ეს ომი. ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივას, რა თქმა უნდა, ამას ექნება, მაგრამ ამასობაში ეს ომი ხომ მიდის, ამაზე არის საუბარი. ომს სამწუხაროდ ეს სანქციები ვერ აჩერებს, თუმცა ეს თავისთავად ზიანს აყენებს აგრესორ ქვეყანას. ეს თავისთავად ასეც არის. ჩვენ უბრალოდ ჩვენი დამოკიდებული ხომ ეს არის, რომ ერთის მხრივ ვიცით, რომ ანუ სანქციებად, მაგრამ ჩვენ სანქციებსაც შეეხება საქართველოს სანქციებს, ამას რა თქმა უნდა არანაირი ეფექტი არ იქნება საერთოდ რუსეთზე, სუფთა ეკონომიკურად რო შევხედოთ, ეს რუსეთისთვის იქნება ჩვეულებრივად სტატისტიკური ცდომილების ფარგლებში საქართველოს რაღაც სანქციები დააწესოს. არაფერი რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რა თქმა უნდა სანქციებს მოყვება კონტრსანქციები და ჩვენ ვნახეთ კიდევაც განცხადებები უკვე რუსეთის მხრიდან. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. სრულად ესმით ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს, რაც შეეხება სანქციებს და რაც შეეხება აქ ჩვენ სანქციებზე, იმიტომ ხო არ მომობთ რაღაც პრეტენზიები ვაქვს და გვინდა რომ ჩვენ ასე ვთქვათ არანაირი ეკონომიკური ასე ვთქვათ ზიანი ცოტაც კი არ მივიღოთ. აქ საუბარი იმაზე, ეს საქართველოსთვის იქნება კატასტროფული, როგორც ეკონომიკური, მაგრამ ეს კიდე მეორე ხარისხოვანია. უსაფრთხოების კუთხითაც ვინაიდან ეს ნიშნავს ჩვეულებრივად ასე ვთქვათ მდგომარეობის გამძაფრებას, გარკვეული ესკალაციაზე წასვლა ნიშნავს სანქციების დაწესება და ესკალაციის ბოლოს არის რა თქმა უნდა შეიარაღებული კონფლიქტი და შეიარაღებული დაპირისპირება და სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეს შეფასება უსაფრთხოების სიტუაციისა საქართველოში ძალიან კარგად ესმის როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში. სამწუხაროდ ჩვენთან შიდა პოლიტიკის საკითხად გახადეს ეს საკითხი, როდესაც ხედავთ ხო მოლდოვაში ეს საერთოდ ყველა მოსახლეობა თუ პოლიტიკური ძალები ამ კუთხით არანაირად ასე ვთქვათ ხელისუფლებას რაღაც ნიშნით მოგებით არ ესაუბრება. მაშინ როდესაც ჩვენთან სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ნაწილი სწორედ ამით არის დაკავებული, რომ ის რაც არის აბსოლუტურად გასაგები ნატოსთვის, ევროკავშირისთვის, მოლდოვაში საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის და ყველა ქვეყნისთვის გასაგები არის, რატომღაც ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი ამას იყენებს საკუთარი გეგმებისთვის. ესმით ყველაფერი დასავლეთში, ამასობაში ვიდრე თქვენ ბრუსელში იმყოფებოდით, ჩვენ ანატოლი ბიბილოვის განცხადება მოვისმინეთ და მისი სურვილი რეფერენდუმთან და რუსეთთან მიერთების მიმართულებით. აი ეს როგორ ესმით და როგორ ხედავ ნახიქვამენებას საფრთხედ და
რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება გეგმავს თუ უფრო მეტ აქტიურ ნაბიჯებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალსაზრისით ამ საკითხთან მიმართებაში. თავისთავად ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მუშაობს ჩვენ პარტნიორებთან და ამიტომაც არის განცხადებები თქვენ ნახეთ მათ შორის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების რომ ისინი არ აღიარებენ არანაირ რეფერენდუმს მათ შორის არჩევნები როცა იყო ყისიერად გაკეთდა განცხადებები მათ იქ ჩატარებული ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე რომ არ აღიარებს არავინ ამ არჩევნებს ეს თავისთავად არის არანაირი სამართლებრივი ეფექტი ამას არ აქვს თავისთავად რიტორიკის დონეზე ესკალაციის დონეზე ეს თამაშობს გარკვეულ როლს მაგრამ აქაც ჩვენ უნდა გარკვეულწილად მშვიდად მაგრამ ამავდროულად მტკიცედ შევხვდეთ ამ საკითხებზე და სიმტკიცე გულისხმობს იმას რომ იყოს მყისიერი რეაქცია ამ საკითხებზე როგორც ჩვენი მხრიდან ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან რომ ამას რაიმე გავლენა არაღიარების პოლიტიკაზე არ ეკნება. ბოლო საკითხი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და სტრასბურგის გადაწყვეტილება. ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის სამინისტროს განმარტება, მაგრამ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის პასუხიც ამაზე, რომელიც სპეკულაციაში ადანაშაულებს იუსტიციის სამინისტროს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ შეიძლება ყოფილიყო იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელით ესე ვთქვათ, ვიდრე სამივე ინსტანციაში არ მოხდებოდა მისი საქმის განხილვა, არ შეიძლება გამოეტანა სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა სასამართლოს. აი, გითხარით, რას თან გვაქვს საქმე, თუ შეიძლება? საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ნახეთ ყველამ არის ერთ ფურცელზე და არის ორაბზაციანი, სულ არის ალბათ 7 სტრიქონი. აბა მას სპეკულაცია რაშია? აი, ამ საქმე არის ჩვეულებრივად იმაში, რომ კვლავ манипуляცია და დეზინფორმაცია რაც ქონდა აქამდე მიხეილ სააკაშვილის დაკავების მომენტიდანვე გახსოვთ რომ ეს წინასწარ მოფიქრებული ასე ვთქვათ როგორც ჩანს იყო გეგმა რომ ჯანმრთელობაზე აპელირებით იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა მისი დაკავება მომხდარიყო რაღაცნაირად მისი სახსნა სასჯელი ახსულების დაწესებულებებიდან. ჩვენ ვნახეთ მთელი ეს პერიოდი ყალბი რაც საბოლოო ჯამში თქვა სტრასბურგმა და კიდევ ერთხელ არის სულ 7 სტრიქონი ალბათ ხომ ორი აბზაცია სულ სადაც წერია რომ მათ შორის წინადადება სადაც წერია რომ სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს რომ ეს საკითხი გაგრძელდეს ვინაიდან მოკლედ არანაირი ამ საფუძველი წამების თუ არასათანადო მკურნალობის არ არსებობს და ასე შემდეგ. ჩვენ და ამითი წერტილი დაუსვა იმ რამდენიმე თვიან უკვე კამპანიას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო. ჩვენ ვნახეთ რომ სპეციალური ტერმინიც კი გამოიგონეს ფარმაკოლოგიური წამება ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც საკუთარ თავს საექსპერტო ორგანიზაციას უწევს და ჩვეულებრივი გაყალბებით არის დაკავებული სამედიცინო მონაცემების გვახსოვს ჩვენ იგივე გულისხმობ ცენტრ ემპათიას, რომელიც შაქარიშვილის საქმეზე გვახსოვს, ბაშალეიშვილის საქმეზე გვახსოვს, ძალიან კარგად გვახსოვს რა განცხადებები ქონდათ. მათ შორის ისეთი განცხადებები, რომლებიც არ ვიცი, ან მათ ოჯახები, როდესაც ამას ისმენენ, გვახსოვს არ გავიმეორებ ეხა უბრალოდ რომ თქვათ ადამიანის სიამოვნებაში გარდაცვლილი კი არ იყო, რამდენიმე დღე დაატარებდნენ და ეს რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც მინიშნებები და ასე შემდეგ, სამედიცინო დასკვნები, ვითომ სამედიცინო და სიამოვნებაში სიყალბე. აქაც ჩვენ ვნახეთ, რომ იყო სრული სიყალბე, რომელსაც სამწუხაროდ მე ვნახეთ, რომ ამაზე აფუძნებდნენ სხვადასხვა განცხადებებს, მათ შორის ქვეყნის გარედანაც მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები და ამაზე ქონდათ განცხადებები და მითითებები და რამდენიმე დღის წინაც იყო თუ არ ვცდები ხომ განცხადება ევროპარლამენტარის ერთ-ერთის განცხადება სწორედ ამ თემაზე და ზუსტად 2 დღეში სტრასბურგმა მას პასუხი გასცა მის წერილზე ხომ ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს უბრალოდ ასე ვთქვათ გარკვეული ტალღები დეზინფორმაციის რომელიც საბოლოო ჯამში სიმართლე რომელზეც ყოველთვის დგინდება როგორც შაქარიშვილის საქმეზე იყო ბაშალიშვილის საქმეზე იყო ახლა მიხეილ სააკაშვილის ეგრეთ წოდებული წამების საკითხზეც ხომ ასე ვთქვათ ეს სამედიცინო ნაწილი რომ შევეხოთ საბოლოო ჯამში სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ერთადერთი რაც არის სამწუხარო რა თქმა უნდა ეს ამას მიაქვს დრო ამას მიაქვს ჩვენი მოქალაქეების ნერვები ამას მიაქვს ჩვენი მოქალაქეების ასე ვთქვათ ეჭვის გაჩენა სახელმწიფო ინსტიტუტებში იწვევს უნდობლობას იწვევს გაურკვევლობას მოსახლეობაში და ეს არის ტიპიური რუსული დეზინფორმაციის მეთოდები, რომელიც გამოიყენება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.